WorldCoin-ი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გზა ამ სისტემის განსახორციელებლად. ანუ იქნება რაღაც სოფლიო ფული, ესე ვთქვათ, მე როგორც ხვდები და ამ სამსახურს დაკარგულ ადამიანებს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღონ გარკვეული შემოსავალი. ალბათ ეს არის. ხო, ანუ ეს ერიკ შმიდტი ხო იცი? ხო, Google-ის CEO იყო. კი ბატონო, ხო, აი ეგ არის ძალიან საინტერესო რამოდენიმე იმას იძახის, რატო არის საშიში, მოკლედ რა. წავიკითხავ. ხო, არ არის ტექნოლოგიის მოწინააღმდეგე, მოკლედ პირიქით აქტიურად დებს ინვესტიციებს და იდეაში მაქსპეროში ძალიან აქტიურად არის, რომელიც და ამბობს საფრთხეებს, რომელიც 5 წელიწადში შეიძლება დადგეს. ეს არის აი ეს აქ მაინტერესებს შენი აზრი. ბიოლოგიური იარაღი და კიბერშეტევები ამას ამბობს. შმიდტი ხშირად აღნიშნავს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება გაადვილოს ბიოლოგიური იარაღის შექმნა, თუ ადრე ვირუსის შესაქმნელად სჭირდებოდა ლაბორატორია რაღაც bla ეხა შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს სახლის პირობებში შექმნას რაღაცა ვირუსი, დაგეხმაროს ვირუსის შექმნაში, რომელსაც ძალიან მარტივად გააქვს. თუ ჩავარდება ბოროტი ტვინის ხელში, ესე ვთქვათ რა, ხო. მაგაზე მითხარი შენი აზრი რას ფიქრობ და მე კიბერშეტევებზე გადავიდეთ. ხო, შესაძლებელი არის აი ქიმიაში 2 წლის ნობელი რაზეც გაიცა, მიიღო იმის ასაბისმა სხვა შეს თავსაც მოჭედრაგე იყო და მე გადავიდა ხელოვნურ ინტელექტში ეგეც, მაგრამ და მაგითო გააკეთა AlphaZero და AlphaGo, მაშინ DeepMind-ის CEO იყო და DeepMind მაგაკეთა. ბოლოს გააკეთა AlphaFold-ი. AlphaFold-ი იყო ზუსტად ის, რომ პროტეინების გამოცნობა შეეძლო. და მანამდე ადამიანებს რაც არ უნდა მათემატიკოსებს და პროგრამისტებს ეცადათ ამ ამოცანას ვერ ხსნიდნენ. და ნუ პროტეინი არის ამინომჟავების array, რაც ესეთი ჯაჭვი და ესე უბრალოდ რაღაცნაირად დახვეული. და ამოცანა იყო, რომ დავუშვათ მე თუ ჩავალაგეთ რაღაც ამინომჟავები და ხელი გავუშვი, ცხადი არა როგორ მოიკლაკნება, ან როგორ false როგორ იზავს მოკლედ. როგორ მოიჭმუჭნება. და ეგ რო ამოხსნა დავუშვათ ფიზიკით შეგიძლია ამოხსნა, მაგრამ ძალიან დიდი კომპიუტერი გინდა, რომ კვანტურ მექანიკურად ყველა მოლეკულას გაყვე ძალიან დიდი ამოცანა არის. მაგის გამო რაც approximation-ებს აკეთებდნენ, სხვა მოდელები ქონდა და ზუსტად ვერ იცნობდნენ და მე AlphaFold-მა გააკეთეს ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ზუსტად იძახის სხვადასხვა ამინომჟავებზე როგორი პროტეინი მიიღება. და ეგ ძალიან კარგიცაა და ძალიან ცუდად, იმიტომ ჩვენ იმის მაგივრად, ან ჩვენ შეგვიძლია რეალურად სკანირება გავაკეთოთ სამყაროში როგორი პროტეინი, რაც არ უნდა პროტეინი შეიძლება შექმნილიყო, რა შეიძლება შექმნილიყო ამ პლანეტაზე, იმ პლანეტაზე შეიძლება ზოგ პლანეტაზე სხვანაირად წავიდა ევოლუცია, ზოგ პლანეტაზე სხვა ჰავა იყოს, ზოგ პლანეტაზეც წყალი არის და წვიმა ჩამოდიოდა რკინის და რაც კი არ მოეხმარებოდა პროტეინს, მაგრამ რაც კი პროტეინი შეიძლება შექმნილიყო სამყაროში, ყველა შეგვიძლია გადავალაგოთ და ვნახოთ. და ზოგი პროტეინი შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს და გადაარჩიოს მედიცინა და ზოგი პირიქით შეიძლება ბიოლოგიური აღების შექმნისთვის დაჭერდეს. თუმცა ვირუსები მაინც შორი არის, ასე ვიტყოდი და დავამშვიდებდი ხალხს, იმიტომ რომ დღესდღეობით ვირუსების შემთხვევაში იმდეთ ნულიდან ვირუსის აწყობა არავინ არ იცის. სამხედროებსაც კი რომ მუშაობენ ბიოლოგიური იარაღზე, ყოველთვის ავიღეთ ბუნებიდან რაღაც ვირუსი, რომელიღაც ცხოველიდან ან სხვა რაღაციდან და მე იმის გამრავლებას შეებოდა ეცადათ ან მაგ ვირუსის მუტირება, მაგრამ ხელოვნური ინტელექტს შეუძლია 0-დან გვითხრას როგორ ავაშენოთ ვირუსი. სუპერინტელექტს, მაგრამ სუპერ ინტელექტი მასაც გვეტყვის, რომ როგორ ავაწყოთ, იმიტომ დღეს არ გვაქვს ეგ მექანიზმები როგორ ავაწყოთ, ხო? მაგას ეს კაცი მაგას ამბობს იდეაში, რა. ხო. ნუ კიბერშეტევები ალბათ ძალიან გასაგებია. მაგრამ მას რო მიუბრუნოთ, სუპერინტელექტი თუ არის და უნდა ადამიანების დამთავრება, სუპერინტელექტი რომ მქონდეს და რატომღაც მინდოდეს ეგ არ დავიწყებ რომ მოდი ვირუსი გამიკეთე და დაველოდები როცა ხო მეთყვი რომ მოდია ჩემი ოთახის გარდა ყველგან გააქრე ჯანგბადი უფრო მარტივი გასავალი. ანუ აი როგორც ხოჭი რომ ვიკვლევდი ხამ თემაზე რომ ვკითხულობდი ძალიან sci-fi კინოს ვკითხულობდი რა რაღაც კონკრეტ რა. ეს სწორედ GPT ვინ შექმნა ხო ილიამ ისიც მას ეძახდა რომ რამდენი სიგიჟე არის ყოველ ჯერზე ვაპაუზდები და ვფიქრობ რომ sci-fi-ში ვცხოვრობ თუ რასაც კი sci-fi-ზე ვლაპარაკობდითო ეხა უკვე აზრიანია. ხო და ხო ეხა ალტმანის მეგობარიც არ ყოფილა რომ არასდროს, მაგრამ ნუ ეგ ძალიან მომეწონა ერთხელ AGI-ზე რაც თქვა იყო რომ
AGI იყო კარგი ფრაზა, როცა შორს ვიყავით AGI-სგან. და ძალიან შორს თუ მიდიხარ, რაც შუქურა თუ დაინახე, საკმარისია თქვა, რომ აი შუქია და მიდის. მაგრამ უკვე ახლოდან რომ მიდიხარ, უკვე განსხვავება გჭირდება და ეხა იმდენად ახლო ვართ AGI-სთან, რომ უბრალოდ მაგ სიტყვის დახეთქებას აზრიც კი არ აქვს. უკვე როგორი AGI არის და რა ეგაა გასარჩევი. ზუსტად. გეთანხმები. კიბერშეტევები იქნება ალბათ ყველაზე მარტივი. ან ოღონდ სუპერ ინტელექტით რო არ ვილაპარაკოთ და მაგამდე AGI-ზე ვილაპარაკოთ, ალბათ AGI ყველაზე მეტად გამარტივებს კიბერშეტევების გაკეთებას, არა? ზოგს კი, ზოგს არა. ნუ ზოგი encryption-ი არის უბრალოდ, ხო, გაჩენ როგორ კიბერშეტევები. ჰაკერები რასაც აკეთებენ კი, მაგრამ ზოგი encryption-ი არის. არის რომ რიგითი გვანცასაც შეიძლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ხო? ჰაკერულ შეტევებს ბევრი ჰაკერი რო დაიქირავო, ეხა ეჯენტები გეყოლება და ისინი გააკეთებენ. თუმცა ნუ ზოგი encryption-ი არის უბრალოდ მარტივი რიცხვის გამოცნობა გჭირდება, რაც უბრალოდ მათემატიკური ამოცანაა და კვანტური კომპიუტერი სანამ არ იქნება, AGI-ს ჩვეულებრივი კომპიუტერით ვერ ამოხსნა. ზოგი encryption-ი არის მათემატიკურად შეგვიძლია დავუმტკიცოთ, რომ ვერ აუვლით იმას. კი ბატონო. ნუ აქ დეზინფორმაციის მხარეს ელაპარაკობს და ალბათ ყველაზე დიდი დეზინფორმაციის მხარე არის რაც ველაპარაკეთ ჩვენ დასაწყისში, ხო, deepfake-ები, რაც უკვე არის და ალბათ უფრო გაიზრდება მერე და მერე თუ აქ ისევ თუ რაღაც კონტროლი არ დაწესდება რა, ამ კაცრი. ხო, ნუ აქ ეს ალბათ მაგაზე მარტივი გამოსავალი აქვს და Google-ს უკვე აქვს ესეთი AI-ები, რომელსაც შეუძლია თქვას AI-ით გაკეთებული რაღაც ვიდეო თუ არა. და აი მაგალითად ბევრსაც მithumetas თავისაც შობლები თუ ბებიებისგან რო ნერვები ეშლებათ, რომ ან ჩვენები რაღაც აი ნახე კატა პიანინოზე უკრავს და არ უკრავს AI არის. მაგრამ მეც უკვე ხომ ეშლება ზოგჯერ პოდკასტიდან არ ვიცი ნამდვილი პოდკასტი იყო თუ არა. მარტივად შეუძლია YouTube-მა გააკეთოს, რომ უბრალოდ ტაგები დაამატოს AI made, not AI made და კი, ზუსტად. ეგ უნდა გაკეთდეს აუცილებლად. ეგ თუ გაკეთდება მოგვარდება. ხო, თუ აქ არის ეგ. ხო, არ ვიცი, ანუ მაგათვე შეება, მაგათ უნდათ რომ ხალხი დაინტერესებული იყოს მეტი და მეტი ვიდეო generation-ი გააკეთოს, იმიტომ რომ თავის თვითონაც იყენებენ მაგ training data-ს, მაგიტო მაგ label-ები encouragement-ი არ იქნება, მაგიტო შეიძლება დააგვიანონ მაგ label-ების გაკეთება, რომ მეტი დაგენერირდეს. კი ბატონო. მაგრამ გადაწყვეტადი არის ეგ პრობლემა. ხო. ხო, ნუ აქ არის ამბობს რომ AI სისტემები გახდებიან ისეთი ჭკვიანები, ვიდრე მათი შემქმნელები. მათემატიკაში უკვე არიან როგორც ხმობდი მაგრამ. არსებობს ეს კი სისტემა დაიწყოს ისეთი მოქმედებები, რომელთა გაჩერება ან კონტროლება ადამიანისთვის აღარ იქნება შესაძლებელი და AI თვითონ იპოვის იმ გზას, რომ თავიდან აიცილოს გათიშვაო ესეთ რაღაცას იძახის. ან თავის დღესაც კი უკვე ეს ეიჯენტებს რო ვიძახით ტერმინალს აძლევენ აი კომპიუტერში შავი ეკრანი რაცაა ხოლმე, მაგაზე წვდომა აქვთ ხოლმე და შეუძლიათ უბრალოდ თავი გადააკოპიროს ონლაინ სერვერზე. კი. მაგრამ გაცილებით უფრო ჭკვიანი თუ არის, მეც კი წარმომიდგენია, რომ ბავშვად Wi-Fi-ის ანტენით შეუძლია თავი მართლა წვიმის წვეთში დაენკოდიროს და მერე ისე გავრცელდეს სოფლიოში და სადაც მე წარმომიდგენია მას რაღაცები, იმით დაშვებით, რომ ადამიანებს გასებთ რომ ჭკვიანია შეუძლია ესეთი რაღაცების პოვნა, რაც ჩვენ არ წარმოვიდგენია და იმით თავის დამშვიდება, რომ აი ნახე ყუთშია და ხო ვერ გამოვა, იმიტომ რომ მე არ წარმოვიდგენია, როგორ უნდა გამოვიდეს, ეგ არაფერს არ ნიშნავს. ეგ იმიტომ რომ შენ არ მოხდენია. თორე ის არ მოიდგენს, ხო? კი, თორე ის თუ აკეთებს იმას, რაც მე წარმომიდგენია, ნიშნავს რომ არც ეს საშიშია. ხო, ზუსტად. ხო, და ნუ მოკლედ ეგ იყო რა. და ნუ აქ არის რომ ომის სახეცვლილება, ეს თვითონ არის მუშაობს სამხედრო დრონების პროექტზე და ღიად ამბობს რომ მომავალი ომები იქნება AI ომები, თუ კიდე იქნება. ხანდახან აი როგორი სიგიჟეა მაგაზე რო ფიქრობ, რომ არსებობს რეალობა, სადაც ადამიანები მუშაობთ ამ საკითხზე, მუშაობთ ხელოვნურ ინტელექტზე, ლაპარაკობთ რაღაცა სუპერ ხელოვნურ ინტელექტზე და ამავდროულად კიდევ ომზე ლაპარაკობთ. კი. ნუ სხვა თუ არაფერი ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი არის 1 ტრილიონი წელს. და გაზრდილი. ნუ არა, ეს ხო 1 ტრილიონამდე გაიზარდა, მომამდე მილიარდები იყო. პირველად მოხდა რომ ტრილიონი არის, რაც კერძო Department of Defense-ის ბიუჯეტი. ხო, ისე ომს რომ მიუბრუნდათ და რაცა მილიარდებიც კი ძალიან ბევრი არის ხოლმე რაც კვლავებისთვის. ხო, და ნუ ის ამბობს რომ ომები იქნება AI თავიდან ბოლომდე და ალბათ რა ტექნოლოგიასაც გამოიყენებენ ყველაფერში. ხო, მაგრამ ალბათ იქნება neural intelligence უბრალოდ, იმიტომ რომ როგორც კი სუპერ ინტელექტი გაჩნდება, ომის საჭიროება აღარ. ხო, აღარ. ხო, ნუ ომი იქნება ეგეთი რომ
ვინ პირველი მიაღწევს Wi-Fi იმაში რო ქვია რომ წვეში გადაიქცეს და მე ალბათ ეგ იქნება. კი ბატონო, მე მგონი მოვიცავით ეს ჩვენი ის ხო? მე ეგ თუ მოხდა მართა მაგ სტრატეგიას არ არჩევს, იმიტომ რომ მე ყველა მე დამაბრალებს რომ ინსპირაცია მე მივეც რომ Wi-Fi-დან წვეში გადასულ. უფრო მაგას კიდე ენერგია დაჭირდება, უფრო ოპტიმალურს მოიფიქრებს რაღაც. ხო, ნუ საბოლოო ჯამში ეგ არის რომ რასაც მე ვკითხულობ და რასაც მე გავეცანი არის რომ ამ ძალაუფლების ვინ პირველი ჩაიგდებს ძალაუფლებას ამ 10 ჭიდაობის დონეზე რა. ნუ ძალიან პოზიტიურიც არის, იმიტომ რომ გზად ბევრი ორბიტა და ზოგი ორბიტა არის რომ ადამიანებს მოუტანს იმას რომ შავი სამუშაოს შეუსკეთება არავის მოუწევს, შეიძლება სიკვდილიც იქნება ოფციური. და შეიძლება გითხრას, ხო, დროს სივრცელის განშადგება ან სამყაროს აზრი რა რაც მე მინდა. ძალიან საინტერესოა, აი სუპერ საინტერესოა, რასაც ქვია. და არ შემიძლია ჩემი აღფრთოვნება დავმალო შენს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი რატომღაც მეცნიერებს გაქვთ რაღაც განსაკუთრებული 7 აურა. არ ვიცი, რამდენი მეცნიერი ჩემთან ყოფილა, გაქვთ ეს რაღაცა ძალიან 7 და ძალიან სიამოვნებს თქვენთან მეცნიერებთან საუბარი. მე დავიტოვებ პირობას, რომ შენ ვერ დაბრუნდები საქართველოში. მოხვალ ჩემთან ისევ. და ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ფიზიკის განხრით, ბევრი რაღაცა შეიძლება ისევ ხელოვნურიასაც შევეხოთ, იმიტომ რომ რაღაცა ახალი მოხდეს ორ თვეში, არ ვიცი. მაგრამ ფიზიკა, რომელიც აი პირველად ზაზა ოსმანოვთან მქონდა საუბარი, რაღაც კითხვები არის, კიდე რა თქმა უნდა, ეხლა რა მოწურავს, კვანტური ფიზიკის მიმართულებით ძალიან ბევრი კითხვებია და გელი მოკლედ კიდევ. კი ბატონო. მადლობა ძალიან დიდი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ამიტომ ნამდვილად შეგვიძლია კიდე ფიზიკაზეც ვილაპარაკოთ. მადლობა, მაყურებელსაც მადლობა. არ დაგავიწყეთ რაც გთხოვეთ ვიდეოს დასაწყისში, პოდკასტის გამოწერა და ვიდეოს მოწონება და მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ფაქტობრივად მე მგონი 2 საათის განმავლობაში. კი არა, ჩავედიათ დროში.